გვარების წარმოშობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საქართველოც, როგორც იმ ძველ ცივილიზაციათა შემოქმედი ხალხის ქვეყანა, ღრმა ფესვების მქონე გვარებით იწონებს თავს. ჩვენი გვარებიც, როგორც ბევრი სხვა ხალხებისა, ძირითადად ადამიანთა სახელების, მეტსახელების, სადაურობის პროფესიის და სოციალური მდგომარეობის მიხედვით წარმოიშნენ. პირველი ნაშრომი ქართული გვარების წარმომავლობის შესახებ გამოჩენილ ქართულ მეცნიერსა და მწერალს ვახუშტი ბატონიშვილს ეკუთვნის. გადაცემაში ვისი გვარის ახალ ვეცდებით გავარკვიოთ თქვენი შენი გვარის ისტორია. გადაცემა ვისი გვარის ახალ დღეს სტუმრად არის თორნიკე კორდანიძესთან ერთად, ახალგაზრდა ისტორიკოს კაცთან, რომელიც დღეს გვესაუბრება რას ნიშნავს გვარი, საიდან მოდის და რომელი იყო პირველი გვარი. გამარჯობა, ბატონო თორნიკე, მოგესალმებით. მაინტერესებს, რა მნიშვნელობა ჰქონდა გვარებს ზოგადად? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი საუბარი საინტერესო იქნება ჩვენი შორის. გვარი ზოგადად არის მეორეული სახელი. მეორეული სახელი ადამიანის და ის გარკვეულწილად მიუთითებს ამ ადამიანის ვინაობაზე. ამის საჭიროება ოდითგანვე პირველივე საზოგადოებებში ჩნდება. იმიტომ რომ ეს არის პირველი გარემოწმობრივი გაერთიანებები, რომელიც ჩნდება საზოგადოებაში, ეს ჯერ კიდევ პირველყოფილი საზოგადოება, როდესაც ხდება ამ გვარების გაერთიანება თემებში. და ამ დროს თავდაპირველ ეტაპზე, როდესაც ადამიანები გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში მონათესავე კავშირს ამყარებენ, მათ შორის გვარების აუცილებლობა არ არსებობს, იმიტომ რომ ისინი სახელებით ცნობენ ერთმანეთს და გარკვეულწილად ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან. გახსოვთ რომელი საუკუნეებია ეს? ეს არის პირველყოფილი საზოგადოება. ჩვენ წელთაღრიცხვამდე, რამოდენიმე 1000 წლეულით უკან, როდესაც ჯერ კიდე ადამიანი განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადის. ეს არის განვითარების ერთ-ერთი შემდგომი ეტაპი, როდესაც ადამიანი რაღაცა მოხეტიალე ცხოვრებას ასრულებს და გვაროვნულ ცხოვრების წესზე გადადის და ამ პერიოდში გვარის აუცილებლობა ჩნდება, როდესაც ერთიანდება გარკვეული ტომები და გვართა გაერთიანებები. ამ დროს ჩნდება მეორეული სახელის მნიშვნელობა, აუცილებლობა. ეს მეორეული სახელი ასახავდა კონკრეტული ადამიანის წარმომავლობას, რომელ კონკრეტულ გვაროვნულ ნაწილს განეკუთვნებოდა ის, შტოს განეკუთვნებოდა. ეს გარკვეულწილად ხანდახან შეიძლება იყოს იმის ინფორმაციის მანიშნებელი, რა საქმიანობის იყო მისი გვარი, მისი ჩამომავალიც იყო ეს პიროვნება, ანუ ეს გარკვეულწილად ატარებდა ინფორმაციის გარკვეული კოდი იყო, რომელიც ადამიანზე გვაწვდიდა, რომ სახელის შემდგომ მოვლენილი გვარი, ანუ გვარსახელი, პირსახელს როდესაც მოძებდა გვარსახელი, ეს ამ ადამიანზე გარკვეული ტიპის ინფორმაციას ატარებდა, თუ რომელ გეოგრაფიული არეალიდან იყო, რა საქმიანობით იყო დაკავებული და ასე შემდეგ. ეს შეიძლება მრავალნაირად განზოგადდეს. ეს არის ჰიპოთეზა, რომელზეც ახლა კონკრეტულად შეგვიძლია ვერ შევიდეთ აი ამის მსჯელობაში, მაგრამ ეს რო არის მისი ზოგადი სახე, ეს იმთავითვე გასაგებია. ვისი გვარის ახალ გვარი რას ნიშნავს გვართან მიმართებაში? თქვენი გადაცემის სახელი ძალიან სწორად არის შერჩეული, შემიძლია თქვა. ალექსანდრე ყაზბეგს ძალიან დიდი მადლობა ხელისფერი კოჩასთვის, აქ ბევრი იდეალია აღწერილი, თუ როგორი უნდა იყოს პიროვნება ადამიანი, ამას არ ჩავყვები. თვითონ ეს ტერმინი ვისი გვარის ახალ, ეს ვისაც წავუკითხავს ეს ნაწარმოები და მეიჭება, რომ ასეთი ცოტა იყოს ჩვენ ქვეყანაში, იქ მთელი გრძნებარებით და პატრიოტული სულისკვეთებით წარმოთქვავს ამას ხელისბერი და ეს გარკვეულწილად არის მატარებელი ისტორიული მნიშვნელობისა, რასაც თავად გვარი და გამოხატავს. იგი გარდა იმისა, რომ გვარის სინონიმია, იგი არის გეოგრაფიული ტერმინიც, რომელიც ასახავს გარკვეული ტიპის რელიეფურ ნაწილს, გორას. და ადრე გვარები გორების მიხედვით იყო კონკრეტულ გორაზე, კონკრეტული ადამიანების განსახლების არეალი იყო, ესა თუ ის გორა, რომელი განსახლების არეალშიც ესა თუ ის ადამიანი გარკვეული ტიპის სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა და აქედან მოდის სწორედ
ასე ვთქვათ, გორი, ანუ გვარი. ანუ თავდაპირველ ეტაპზე როგორც გითხარით, ეს გეოგრაფიული თვალსაზრისით დაალაგდა ასე. მეტიც ჩვენ მეგრული ენა, ქართული ენა იმიტომაც არის მდიდარი, რომ ძალიან დიდი ისტორიას ატარებს ჩვენი ასე ვთქვათ, ენები, ქართველური ენები, მეგრული და სვანური ენები და მეგრულ ენაში იგორ ანუ სადაც ფუძე ასე ვთქვათ, გორია არის ჯიშის, ანუ წარმომავლობის ამსახველი და ეს გარკვეულწილად იმ ჰიპოთეზას, რომელიც ახლა მე თქვენ გითხარით, მეტ ინფორმაციას ძებს და განამტკიცებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ჩვენი ენა ამ ენებს ყველას ერთიანი პროტოქართული ენა ედო საფუძვლად. თორემ მაინტერესებს აუცილებლობა გაჩნდა თუ გვარები რატო მეორადი სახელი როგორც გვარი რატო აუცილებლობაზე, როდესაც ერთ გეოგრაფიულ არეალში სიტყვაზე ცხოვრობს გარკვეული რაოდენობის ადამიანი, მცირე რაოდენობის ადამიანი, მათ განასხვავებენ სახელები. ეს გარკვეულწილად არის იყო სეხნიების, ანუ ერთი სახელის, პირსახელის მქონე ადამიანების განმასხვავებელი ნიშანიც. თუმცა მისი აუცილებლობა უკვე როდესაც გვარები ერთიანდება, ანუ თემურ წყობილებაში რო გადავდივართ და თემები შემდგომ უკვე დიდ გაერთიანებებს გვქონდა და ნელ-ნელა მივდივართ პოლიტიკურ გაერთიანებებზე სახელმწიფო, რომელიც დღემდე საკმაოდ ესეთი გამოყენებადია, დღეს სახელმწიფოების ეპოქაში ვცხოვრობთ და როდესაც ადამიანების რაოდენობა ესე იზრდებოდა და ეს საზოგადოება ხდებოდა ეკლექტურ საზოგადოებაში იყო მეორეული გვარის მეორეული სახელის არსებობა. ეს მეორეული სახელია სწორედ გვარი და აი ეს გვარები ასახავდა, როგორც გითხარით, კონკრეტული ადამიანის წარმომავლობა. ეს იყო მისი ინფორმაციული კოდი გარკვეულწილად, რომელიც ეს გვარი კონკრეტული ერთი სიტყვა ატარებდა დიდ შინაარსს და ჩვენს ახლა ამ გვარების შესახებ მაინტერესებს როგორი რამე კიდე იცით. იმერეთში ძირითად დასახელებებს დაბოლოებებს ვიტყვი, ანუ ძირითადად მაინც ვიცით, რომ ძეზე მთავრდება. შვილზე მთავრდება, მაგრამ იმერეთში ძირითადად შვილზე უფრო კახეთში გვხვდება, იანზე უფრო სვანეთში გვხვდება, იაზე უფრო სამეგრელოში და ამებს რა მნიშვნელობა ქონდა, რატო არის თქვათ იმ კუთხეში ესეთი გვარების წარმომავლობა, აი ახლა ჩვენ თუ აი ესე უბრალოდ დავწურმანდებით, აი ესე ერთი განსაზღვრება ამის არ არსებობს. თუმცა არსებობს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში არსებობს განსხვავებული ტერმინოლოგიური სისტემა. არსებობს მაგალითად დიალექტები, ამანთი, დიალექტები და სხვადასხვა ენობრივი ფორმები, რომელიც ჩვენს მიუხედავად იმისა, რომ პატარა არის ჩვენი ქვეყანა ფიზიკურ გეოგრაფიული საზღვრები, ჩვენ ამ კუთხით ძალიან ეკლექტური, ესე ვთქვათ, სიმდიდრე გვაქვს აქ. ამ კუთხით ყველაზე კარგი მასწავლებელი ალბათ ენათმეცნიერები არიან, თუმცა ჩვენც ეს ხელშესახებია და თვალნათლივ ჩანს. გვარების აუცილებლობა, მისი გაჩენა გარკვეულწილად იყო ძირითადად ეს ხდება მაღალ ფეოდალურ საზოგადოებაში, მაღალი იერარქიის მქონე პირებში. ეს რა თქმა უნდა არ ეხებოდა ძირითადად თანამდებობის პირებს ჰქონდათ და გლეხებს. მაღალ იერარქიებს ეს ეხებოდათ, იმიტომ რომ გარკვეულწილად ვიცით ჩვენ, რომ თანამდებობების უმრავლესობა ოდითგანვე არ არჩევით, მე მემკვიდრეობითი და ეს მემკვიდრეობითობა მოითხოვდა მეორეული სახელის, ანუ გვარის არსებობას. თორემ მაინტერესებს პირველი ქართული გვარი თუ არის ეს ცნობა შემონახული, რომელი იყო? სხვათა შორის ზოგადად არსებობს მცდარი მოსაზრებები გვარების ზოგადად წარმომავლობის შესახებ. თუ მაგალითად იტალიის ტერიტორიაზე გვარები როგორც ასეთი ჩამოყალიბებული ფორმით მე-11 საუკუნეში ხდება და ზოგადად ეს არის საკმაოდ გაბატონებული აზრი არა აკადემიურ წრეებში, რომელსაც ნაკლები თეორიული ცოდნა აქვს საკითხის მიმართ, რაც ქართველებთან მიმართებაში მე ვერც ერთ ქვეყანაზე თავს ვერ დავდებ, იმიტომ რომ შეიძლება არ ვიცნობ მათ კულტურას ისე კარგად როგორც ქართველებისას. ქართველების შემთხვევაში ეს არის უეჭველად მცდარი, რადგანაც ყველაზე ძველ სიგელ გუჯრებში ეს არის წერილობითი დოკუმენტები, რომელიც თარიღდება მე-7 მე-8 საუკუნეებით, გვხვდება გვარები, ძირითადად ეს გვარები არის ასე ვთქვათ, გეოგრაფიული სახელიდან წარმომავალი, მაგალითად კორინთელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი გვარია, თუმცა სიტყვა კორინთო და თვითონ მისი ფუძე
ეს ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფო უძველესი და ეს კორინთო ჯერ კიდევ ხდება პელოპონესის ომში, როგორც ერთ-ერთი მხარე. კორინთელი, ანუ წარმომავლობის მიხედვით, მისი გვარი ჯერ კიდევ როგორც ვთქვათ, მე-7-მე საუკუნეებში ხდება. ივანე ჯავახიშვილი თავაზობს ეგეთ მოსაზრებას, უცხოური წერილობით წყაროზე დაყრდნობით, უფრო განმარტება რო გავაკეთოთ მე-6 საუკუნეში, ახალი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში ჩვენს ტერიტორიაზე, კონკრეტულად დასავლეთ საქართველოში, მაშინდელ ეგრისში მიმდინარეობდა დიდი საომარი მოქმედებები მაშინდელ ორ დიდ პოლუსს შორის, პოლიტიკურ პოლუსს შორის. ეს იყო ბიზანტიის იმპერია, რომლის ხელმძღვანელიც არის მის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იმპერატორი იუსტინიანე I და მისი საპირწონე იმპერია, რომელიც აღმოსავლეთით ხდება, ეს არის სასანიდური ირანი. და აი ამ დაპირისპირებაში ჩვენ ერთ-ერთ ეპიზოდში ხვდებით პრო-ირანული და პრო-ბიზანტიული ორიენტაციის პიროვნებებს, აიეტისა და ფარტაზის, რომელიც ბერძნულ წყაროში ასე გამოიყენებს ფარტაზი, რაზეც ივანე ჯავახიშვილმა საკმაოდ ლოგიკურად და არც თუ ისე ასე ვთქვათ, უსაფუძვლოდ გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს არის ფარტაზი. ანუ პირველი ძე, რადგანაც ეს ბერძნულ წყაროში შეხვდა, თქვა რომ ახლა ეს არის უცხო ენაზე წარმოთქმული ფარტაზე, ანუ ფონემური თვალსაზრისით ფარტაზე, იმიტომ რომ სიტყვა ასობგერად ძ ბევრ ენაში, ასე ვთქვათ, ასე გამოკვეთილად როგორც ჩვენ ენაში იხმარება, ნაკლებად არის, ნაკლებად გვხვდება. გვარების ისტორიული მნიშვნელობა, აი რას ნიშნავს გვარები ისტორიულად? გვარები ზოგადად გვართა კონფლიქტებიც არსებობს, უამრავი და გვარსახელი ძალიან დიდ რამეს ნიშნავდა თუნდაც ფეოდალური ტიპის ჩვენ სახელმწიფოში, როდესაც ჩვენი ქვეყანა იქმნება ერთიანი საქართველოს სამეფო, რომელსაც ქმნის მე-11 საუკუნეების მიჯნაზე ბაგრატ მესამე ბაგრატიონი. აქ ხდება რამოდენიმე ძალიან ესეთი ძლიერი გვარი, მაგალითად ბაღვაშთა გვარი. ამის შემდეგ დიდწილად ხდება ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ აი ეს დიდი გვარები ახდენენ ხოლმე გარკვეულწილად მეფის ოპოზიცია გამოდიან და მეფესთან კონფლიქტში არიან ჩაბმული. მაგალითად ლიპარეთ ბაღვაში 10 წლის მანძილზე ელოდებოდა ბაგრატ მე-4-ს, გაერთიანებული საქართველოს მესამე მეფეს. როგორც ვიცით, ჩვენს ისტორიაში გარდამტეხი პერიოდი იყო მე-11 საუკუნის მიწურული, როდესაც ტახტზე ადის კიდევ კარგი რო ადის მისი აღმატებულება დავით აღმაშენებელი, რომელსაც განსხვავებული პოლიტიკა ჰქონდა აი ამ დიდგვაროვნებთან მიმართებაში და მან ის დიდგვაროვნები, რომლებიც სამეფო მართვაში იღებდნენ მონაწილეობას, ეკავათ მაღალი თანამდებობები სამეფო კარზე, დაამცრო გარკვეულწილად და დააწინაურა ის პიროვნებები, რომელთა გვარსახელებიც, ასე რომ ვთქვათ, არ განეკუთვნებოდა მაღალ იერარქიას. მან ამით გარკვეულწილად ერთგული თავადთა წრე შეიძინა და რამაც იმოქმედა შემდგომ სახელმწიფოს განვითარებაზეც. აი ეს პოლიტიკა მისმა მემკვიდრეებად შეინარჩუნეს, მისმა შვილმა დემეტრე პირველმა და მისმა დემეტრე პირველის შვილებმა დავით მე-5-ემ და გიორგი მე-3. გიორგი მე-3 ეს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა, იმიტომ რომ გიორგი მე-3 გარკვეულწილად პაპამის ბაბუას საკმაოდ წააგავდა ამ ხასიათში და იგი ვერ აიტანდა მის სამეფოში მისი სამეფო ხელისუფლების ოპოზიციური განწყობილებით მქონე გვარს. რაც შეეხება თამარ მეფის გამეფების პერიოდს, გარდა იმისა, რომ ის არის უდიდესი მეფე ჩვენი ისტორიის, ბევრის აზრით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მიღწევებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, პირველი ქალი მეფე, მის პერიოდს უკავშირდება გვაროვნული თვალსაზრისით ძალიან დიდი ამბოხი. ეს იყო ყორთულ არსლანის დასი, რომელიც ცდილობდა შეექმნა იმ დროისათვის, შეგვიძლია ვთქვათ თამამად დღეს, სოფლიო ისტორიაში პირველი პარლამენტური ტიპის ორგანო, რომელსაც ერქვა კარა. თუმცა ეს არ გამოდის იმ პერიოდში და შემდგომ 4 წლის შემდეგ კარავის მსგავსი ტიპის, ანუ პარლამენტის ტიპის ორგანო იქნება ესპანური კორტესია, ეს კორტესები, რომელიც დღეს ევროპაში აღიარებულია პირველი პარლამენტარიზმის ჩანასახად და თუ ჩვენი ისტორიოგრაფია იუაშკაცებს, ყველა მიხვდება, რომ ეს ამის ჩანასახი, ასე ვთქვათ, იდეა საქართველოს თამარ მეფის დროიდან მოდის. საქართველოს 4 წლით ადრე იყო. მაგრამ რა იყო ამის მთავარი მიზეზი?
როგორც გითხარით, დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული თამარამდე, თამარი არის მისი შვილთაშვილი. აი ეს დიდგვაროვნები შედარებით ნაკლებ პოზიციაზე დაქვეითდნენ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი გამოცდილებები ჰქონდათ ბაგრატიონთა სამეფოს არც. და ეს გამოსვლა, ყურთულარსლანის დასის გამოსვლა, აშკარად არის გვაროვნული ბრძოლა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთი მათგანი ძალიან დიდი ისტორიის გვარი იყო, ისინი უგვაროთა წინააღმდეგ, ასე მოიხსენიებენ ხოლმე. მათ უგვაროების წინაშე იყო შედარებით გამსხვილები და ისინი ამას აყენებენ, რომ ისინი ამას იმსახურებენ, იმ პრივილეგიებს, რომელიც მათ ჰქონდათ. სადაც თამარი დათმობებებზე მიდის ამ ადამიანებთან, იმიტომ რომ მათი გვარები ეს არ იყო ერთი და ორი ადამიანი, ეს იყო ძალიან ძლიერი გვარები, რომლებსაც უამრავი ნათესავი ყავდათ, ნათესაური ტიპის კავშირები ჰქონდათ და აი ეს გამოსვლა ყურთულარსლანის დასის გამოსვლა არის გვარებს შორის გარკვეულწილი ტიპის კონფლიქტი. და შეგვიძლია ვთქვათ აქვე, ოღონდ ერთიც რაღაცას დავად ზუსტად რომ გვარის გამოყენება როგორც ასეთი არ არის ჯერ კიდევ რაღაც ჩვევაში გადასული ქმედება. შეიძლება ეს რაღაცა რიგ შემთხვევაში მაინც გვხვდება, მაგრამ ჩვევაში გადასული ცევა არ არის და გვხვდება მაგალითად ვისი ძე იყო. და ეს ჩვენი გვარის შენ კითხვას რომ აი ძეები რო გვხვდება, ვისი ძე იყო, აი ეს გვარებში მოქმედებდა. ასევე ვინ იყო, რა იყო მისი თანამდებობა. თანამდებობაც გარკვეულწილად მასზე აკეთებდა არცე. აი თუნდაც ვეფხისტყაოსნის მაგალითს მოვიყვან, ავთადილზე პირდაპირ წერია. ძე ამირ სპასალარის. ანუ სპასპეტი ძე ამირ სპასალარის. ანუ მისი გვარი კი არ გვხვდება. გვხვდება ვისი ძე იყო და ის ასე ვთქვათ, პიროვნებაც არის წარმოქმნილი თანამდებობით. ანუ ამირ სპასალარის ჯარების სარდლის შვილია. აი ამ განსაზღვრებით გვხვდება. ამის სპასალარი იყო წოდება, თანამდებობრივი წოდება იყო და იმის შვილი იყო. ხო, ანუ სპასპეტი. ანუ ჯარის მთავარი. ჯერ კიდევ ფარნავაზის დროს გვხვდება სპასპეტი, როდესაც იგი ქვეყანას ყოფს საერისთავოებად და ერთ სასპასპეტოდ, რომელიც შიდა ქართლს მოიცავდა და ჯარის ხელმძღვანელი იყო ეს პიროვნება და აი ეს თანამდებობა ზუსტად ვეფხისტყაოსანში ავთანძილი იყო სპასპეტი, თავადაც სპასპეტიო, ძე ამირ სპასალარის, ანუ სპასალარის შვილი იყო, ანუ მამამისის სახელი გვხვდება მისი თანამდებობის მიხედვით. მეტსახელები ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის, მე პირადად დღემდე პატარაობიდან მოყოლებული, იმდენი მეტსახელი გამოვიცვალე, უკვე რაღაცებს მეც ვერ ვიმახსოვრებ ხოლმე ქუჩაში რომ დამინახავს ნაცნობი და ძველ მეტსახელს დამიძახებს. მე აღვიდგენ ხოლმე რომ თურმე რაღაცას თურმე მე მომართავენ და მაინტერესებს მეტსახელებიდან გამომდინარეც არის გვარები წარმოშობილი? რა თქმა უნდა. პრაქტიკულად გვარების წარმომავლობაზე ერთი რაღაც ახლა ჩვენ რომ ფორმულაზე შევთანხმდით რომ გინდა თუ არა აი ეს ახდენდა გავლენას გვარის ფორმირებაზე არ ვიქნებით სწორი. უამრავი რამ არის, მეტსახელი არის ერთ-ერთი ამის მანიშნებელი, მაგალითად კოჭლამაზიშვილი, რომელიც გარკვეული მეტსახელიდან იქნა წარმოშობილი და უამრავი ასეთი გვარები, რომელიც გვხვდება, აი ერთ-ერთი ყველაზე ბოლო მეტსახელი, ალბათ ყველამ კარგად ვიცით, რომ თელმა ისტორიამ, სოფლიო ისტორიამ სტალინი იცის ვინ არის სიტყვას. მაგრამ შეიძლება ძალიან ბევრმა ევროპელმა არ იცოდეს, რომ ასე თქვა. სოსო და მისი გვარი იყო ჯუღაშვილი. მისმა შვილმა ვასილიმ თავის გვარზე უარი ჯუღაშვილზე თქვა და მისი გვარი გახდა სტალინი. ანუ ის ისტორიაში ჩვენ დღემდე ნებისმიერ სერჩში გუგლში რო ნახოთ, ის არის ვასილი სტალინი. ეს არის თანამედროვე, ანუ ყველაზე ახლო საბუთი, აი რომ ხვდება რომ აი მაგალითად მამის გვარმა შეიცვალა მამის მეტსახელი გახდა მისი გარკვეულწილად გვარი. და არ არის აუცილებელი რომ გინდა თუ რა მისი მეტსახელი ქცეული იყო მის გვარად, არამედ მისი შვილის გვარად, მისი შვილიშვილის გვარად ხდებოდა ეს. გვარების წარმოშობა პროფესიებიდანაც არის ყველაფერი. კი, ძალიან ბევრი. თან პროფესიების მიხედვით პირდაპირ ხდება ეს. მაგალითად დივანი. მე მყავდა კურსელიც დივანი, რომელიც არის მაგალითად პროფესიული თანამდებობა. ასევე ყველა კარგად ვიცით რომ აი ეხლა ფარნავაზი ვახსენეთ ჩვენ. და ვიცით რომ ფარნავაზმა დაყო ქვეყანას აერისთავობა. და ჩვენ გვყავს ერისთავობა. ასეთი პიროვნებები. თანამდებობა იყო ასე რომ მაგალითად ათაბაგები. ესე იგი ერისთავების გვარზე შეგვიძლია ვთქვათ რომ ფარნავაზის დროიდან მოდის. ფარნავაზი ეს არის თანამდებობა, რომელიც არ უქმდება და დიდი ხნის მანძილზე საერისთავობის პრინციპით ჯერ კიდევ ჩვენ ვიცით რომ
ფარსმან ქველს ქვეყანა საერისთავოებად ქონდა დაყოფილი, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში ხდება. თუმცა მან როგორც გვარმა ფორმირება როდის განიცადა, ამაზე ჩვენ გვჭირდება წერილობითი წყარო. თუმცა სიტყვა ერისთავი, ახლა რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, მაგალითად გვარში, რომელშიც გულისხმობა მაგალითად უფალი. სიტყვა უფალიც არის წარმართულ პანთეონში შექმნილი სიტყვა, იგი მაინდამაინც ქრისტიანულ პერიოდს არ განეკუთვნება, თუმცა ქრისტიანულ საფუძველი არ აქვს სიტყვა უფალს? არა, ეს მანამდე ჩნდება ჩვენს ტერმინოლოგიაში. იესო ქრისტემდე? დე, ან წარმართული პანთეონის დროს. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის შუა საუკუნეებში. არა, ძველი წელთაღრიცხვის ანტიკურ ხანაში შუა საუკუნეებს ეთაკინა. ძველი წელთაღრიცხვის ხო აქვს შუა საუკუნეები. ხო, ანტიკური სამყარო, ასე ვთქვათ. მარტივად ვთქვათ, ეს არის ბერძნულ-რომაული ხანა, ვთქვათ. აი ამ დროსაც ეს ჩვენ გვხვდება. თუმცა მან ერისთავმა სიტყვაზე აი უფალმა როგორც გვარში მისი ფუძედ ქცევა როდის განიცადა სრული ასე ვთქვათ მუტაცია ეს ჩვენ არ ვიცით ზუსტად იმიტომ რომ აი მას ზუსტი ვარაუდი რო გამოვთქვათ ანუ დაზუსტეთ 100%-იანი ვარაუდი რო ვთქვათ მაშინ უნდა გჭირდებოდეს დოკუმენტი ისტორიული წყარო თუმცა აი ახლა ეს მოსაზრება ჰიპოთეზა რომ თუნდაც ეს გვარი არის ძალიან ძველი თუნდაც ძველი წელთაღრიცხვის განეკუთვნება არ არის აზრის მოკლებული იმიტომ რომ თუ იმის საბუთია რომ ეს უეჭველად არსებობს იმის საბუთიც არ არსებობს უეჭველად არ არსებობს ის რომ მე თქვენ გითხარით ჯერ კიდევ დასაწყისში რომ ისტორიული გვარები ჩვენ პირველივე სიგელგუჯრებში ანუ წერილობით წყაროებში გვხვდება ეს იმის მანიშნებელია რომ წერილობით წყაროები რომლებიც განადგურდა საბრალოდ დიქაც იყო უბრალოდ ახლა რომელი საუკუნიდან იწყება აი ამაზე კამათი ჩემი აზრით არის მხოლოდ მოსაზრება პროფესიები ძალიან დიდ როლს თამაშობდა როგორც ვიცი აი მანდატურ თუხუცესი ვიცით ჩვენ ესეთი თანამდებობა ასევე ვიცით ჩვენ მამასა ეს სიტყვა მანდატური ახალი მოგონილი მეგონა არა რას ლაპარაკობთ მანდატურ თუხუცესი ასევე ჩვენ ვიცით მაგალითად ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის თანამდებობის სახელი რომელიც ხდება ჯერ კიდევ ფეოდალურ საქართველოში რომლებიც ასე ვთქვათ დივანი მათ შორის დივანი არ არის არ განეკუთვნება მაინც თანამედროვე პერიოდს იგი ისტორიული თანამდებობა არის, რომელიც შემდგომ გვარად ყალიბდება, მოურავი, ასევე და უამრავი რამის. კოზირიძე? კოზირიძეები თანამდებობა ეს არ არის, მაგრამ შეგვიძლია ვთქვას, რომ ეს არის მისი ხელსაქმიდან წამორსული სახელები. ადამიანები, რომლებიც გარკვეული შედარებით დაბალ ფენას წარმოადგენენ, ისინი გარკვეული საქმიანობით ხასიათდებიან, მაგალითად მექოთნები. ასეთი მეკოთნიშვილი ეს გვარი არის ესე იგი მისი წინაპარი მისივე ფუძეში იყო მეკოთნი აი ჩემ გვარზეც გეტყვით კურტანიძე ეს არის ასე ვთქვათ ჩანთას მსგავსი ძველი ტომარა რომლითაც ხდებოდა ტურთის გადატანა გადმოტანა ესე ვთქვათ არც ისე მაღალი იერარქიას განეკუთვნებოდა თუმცა სწორედ მისი ასე მეკურტნეების ასე ვთქვათ ვისაც ეს პროფესია ქონდა რომ ესე ვთქვათ აი ამ ფორმის ჩანთა ეკიდა ზოგზე ჩანთას თანამედროვე გაგებით ცოტა მარტივად რომ ავხსნათ ესენი მე ფორმირდნენ როგორც კურტანიძეები თავიანთი ესე ვთქვათ ხელსაქმის მიხედვით ძალიან საინტერესო საუბარი არის ალბათ კითხანს გაგვიგზელდება და მოდი ამ ნოტაზე დავასრულოთ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის და ჩვენ კიდევ ბევრი გვექნება საკამათო და განსახილველი ერთმანეთთან და შევხვდეთ მომავალში. დიდებულ საქმეს აკეთებთ და იმედი მაქვს მომავალი თანამშრომლები. ამ ნოტაზე გემშვიდობებით ჩვენ მაყურებელს და ვეცდებით ყოველთვის საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ გვარების ისტორიის შესახებ.